როგორ დავიმახსოვროთ რა არის სინუსი და კოსინუსი. ავიღოთ კოორდინატთა სისტემა. შევავხაზოთ წრე. y ღერძს დავაწეროთ სინუსი, x ღერძს დავაწეროთ კოსინუსი. ახლა დავაკვირდეთ თუ ამ წრეზე რაღაც კუთხეს გავაკეთებთ, რას მივიღებთ? მივიღებთ ასეთ რამეს, რომ კოსინუსი, ანუ აი ამ სამკუთხედის კათეტი პროექცირებული სინუსოიდაზე, უბრალოდ კოსინუსოიდაზე, აი ამ მრუდზე, სადაც დაემთხვევა ამ კუთხეზე, ანუ 50 გრადუსზე კოსინუსი ყოფილა შესაბამისი მნიშვნელობის. რა მნიშვნელობაა ეს? ეს მნიშვნელობა არის -1-დან -1-მდე. იგივე ეხება სინუს, სადაც აღნიშვნები არის -1-დან -1-მდე, აქაც სინუსოიდა გვაქვს. შემოვატოვოთ და აი ეს კათეტის პროექცია აქ იქნება მისი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი 0-ია, ეს წერტილი 1-ია, ეს წერტილი დაახლოებით არის 0.7, რასაც ხედავთ კიდევ არც რომ 50 გრადუსზე სინუსის მნიშვნელობა არის 0.77. ახლა შევცვალოთ კუთხე, გადავიდეთ თქვათ 0 გრადუსზე, 0 გრადუსი, სინუსი არის 0, კოსინუსი არის 1. რა თქმა უნდა 1. 90 გრადუსზე სინუსი 1-ია უკვე, კოსინუსი ყოველ შემთხვევაში 1 რამ შეგვიძლია ძალიან მარტივად დავიმახსოვროთ, რომ სინუსის შებრუნებული მნიშვნელობა იქნება კოსინუსი. თუ სინუსი 1-ია, კოსინუსი აუცილებლად 0 იქნება. თუ კოსინუსი 1-1-ია 180 გრადუსზე, სინუსი იქნება 0. და ასე შემდეგ.